მოგესალმებით, დადგა სამშაბათის აღამოს რის ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიტყველა ის ადამიანის განსასწრებაში ნახოთ ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ პატიმრებს განსაკუთრებით და უცხოეთში მყოფ ქართველებს და ძალიან დიდი განსაცდელია საერთოდ გლობალურიც ისედაც და ამის შესახებ მინდოდა აუცილებლად მესაუბრა და კითხვები დამესვა მამა დავით ცისქიშვილისათვის თუ აი პირად განსაცდელებს აი ყველაფერს როგორ მოვერიოთ და როგორ იმოქმედებს საერთოდ ადამიანზე და სასიკეთოდ როგორ უნდა გამოვიყენოთ ის პირადი განსაცდელი რაც კი გაგვაჩნია და თუ შეიძლება მამო დაგლოცეთ მერტო დაგლოცოთ გაიხარეთ მამო ის ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება საერთოდ მსოფლიოში ხდება სამყაროში რის გამო ხდება და ჩვენ და სასიკეთოდ როგორ უნდა გამოვიყენოთ თუ შეიძლება ის განსაცდელები რა თქმა უნდა რის გამო ხდება ალბათ ამდვილი არ არის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ესეთი ღრმა ანალიზი რო გააკეთო ესე ვიტყოდი ფაქტია რომ კრიტიკული დროა ადამიანის ფსიქოლოგიური თუ სულიერი პორტრეტი ძალიან შეიცვალა და ამიტომაც განსაცდელებიც მოდის მე ესე ვიტყოდი ძალიან მატერიალური გახდა სამყარო ფული კიდე რომაელები რო იძახდნენ სანახაობა და პური ანუ და ხა როგორც ვინც ევროპაში ცხოვრობდა ძალიან უხთო გარემოა იქ და ჩვენთანაც შეიძლება შემოდის რაღაცა კუთხით ეს სულისკვეთება თუმცა იმედია ჩვენი გენი და ის რომ საქართველოს ღვთისმშობლის სიუხვედრის ქვეყანა ბოლომდე აი ამ ტენდენციას არ მისცემს გაქნების საშუალებას ესე ვიტყოდი ზოგადად ადამიანი ღრმა აღარ არის ძალიან ბევრმა რამ შეუწყო ხელი სიღრმე დაკარგა განათლებას დაკარგა ციგნებს ნაკლებად კითხულობენ აი ბოლო დროს ვაფიქსირებ ამას აქაც თქვი წინა გამოსვლებთან დაკავშირებით რომ ჩემი დაკვირვებით აი თქვათ მობილური გახდა ნომერი პირველი იარაღი ბოროტის ხელში აი ხა მომიწია ლექციის საკითხვა და კითხეს რომ რა თემაზე ისაუბრებო და დაფიქრდი აი რა თემა მინდა რომ წინ წამოვწიო აი აქტუალური რა არის და ესეთი თემა მომივიდა აზრად დროის განაწილება აი ეს დროის განაწილება ისეთია რომ ღმერთს ნაკლებად უთმობენ აი ამ დროს საკუთარ თავში ჩაღრმავებას, განათლების მიღებას. ხო და დიდი კრიზისია თუნდაც შემოქმედებითი ესეც არაერთხელ აღმოჩნავს, რომ სიმღერა არ იწერება, ფილმი არ იღება. შემოქმედებითი უნარი დაკარგა ადამიანმა. ხა ჩვენი ერის თუნდაც აი 60-იანი 70-იანი წლები რო ავიღოთ გასული საუკუნის, ნუ სადღაც 80-იანის, აი რენესანსის ხანა იყო რა, აღმავალი მიმართულებით მიდიოდა ყველა სფერო იქ. ამდენი პოეტი იყო, მწერალი იყო, როგორი ფილმები იღებოდა, სიმღერები იწერებოდა. სამეცნიერო ინსტიტუტები იყო, წარმოიდგინე ხა. შეიძლება მათაც თავიანთი ნაკლოვანებები ჰქონდა, მაგრამ მეცნიერებას ასე თუ ისე ვითარდებოდა. დღეს ყველაფერი ჩამკვდარია რა, ფაქტიურად, მე ესე ვიტყოდი. აი პოლიტიკოსებმაც გააკეთეს, რომ თითქოს მეცნიერება ჩვენ არ გვჭირდება და გააუქმეს ეს ინსტიტუტები და ყოველ შემთხვევაში ალბათ
გარეშე ძალის დაკვეთითაც რომ ჩვენი ერი არ განვითარებულიყო და სხვა მართულებით არ წარემართა გონებრივი ენერგია სხვათა შორის არის ესეთი გავრცელებული შეხედულება რომ გარეშე ძალებს ძალიანაც არ აწყობთ რომ ქართული გონება ინტელექტი განვითარდეს იმიტომ რომ გენეტიკურად რაღაცა სხვა ფსიქობრივი შინაარსი აქვს ჩვენ ინტელექტუალურ სიმძლავრეს და ვიღაცებს არ უნდათ ეს რომ წინ წამოვიდეს ამიტომაც ვერაგულად ყველაფერს აკეთებენ რომ იქ მეცნიერება ჩაგვდეს იქ მარტო მატერიალურზე იფიქროს ქართულმა ხალხმა რომ როგორ გამოკვედოს ოჯახი და როცა მაგაზე ფიქრობ არა იქ მე სხვა რაღაცის დრო აღარ რჩება ენერგია რატომ არის ხა რომ ამერიკიდან თქვათ ხშირად რადიოაქტიურ მოდის რომ ტალანტები გამორჩეული ტვინები სხვა ქვეყნებში მოიძიოს თავისკენ წაიყვანოს იქ ყველა პირობას უქნია რომ თავისი მიჩის რეალიზება მოახდინოს აქ პირიქით საქართველოს ხა ესეც ბევრჯერ მithქვამს რომ აქ სულ ჩაძირვაზე არიან რეფორმატორების ტალანტების პირიქით ებრძვიან და ასე შემდეგ ასე რომ ბიბლიაში არის ერთი საოცარი გამონათქვამი რამდენჯერაც არ მივადგები ხოლმე ამას მაინც გამოცანაა ჩემთვის რომ შექმნა ღმერთმა ადამიანი და მე არასწორი მიმართულებით წავიდა ეს კაცობრიობა არის ფრაზა რომ ღმერთმა ინანაო რომ ადამიანი შექმნა წარმოედგინეში ინანა ეხლა რამდენიც არ უნდა დაფიქრდი ამაზე რა უფალმა ყველაფერი იცის წარსული იცის აწყო იცის მომავალი ხო რა არის ღვთისთვის დაფარული არაფერი ხო მაგრამ რა ვერ განსაზღვრავდა ეს როგორ წავიდოდა კაცობრიობა მაგრამ ეს ჩვენთვის გამოცანაა მაგრამ ხდება ეს სიტყვები ინანა აი რას გულისხმობს ამას ალბათ არის სხვადასხვა ახსნები მაგრამ რაც არ უნდა ახსნები წაიკითხო რა ჩვენი 1300 გრამი ტვინისთვის ძალიან ბევრი საკითხი მაინც იქნება მიუწვდომელი ხო და ასე რომ მე ვიტყოდი რომ რაღაცა კუთხით ეხლა დგება ეს მომენტი რომ ვნანობთ ჩვენ რომ ადამიანი ესე შეიცვალა უარყოფითი მიმართულებით რაც თქვი წინ წამოვიდა ფულის სიყვარული წინ წამოვიდა ის რომ გართობა და აი სიღრმე დაიკარგა ადამიანური რასაც აი რაც თქვი ბევრმა რაღაცამ შეუწყო ხელი და მე ნუ მოდის ახლა განსასწრებიც ყველაფერთან ერთად ხა როგორ გითხრა ადამიანი რაღაცა კუთხე რა თქმა უნდა ანგარებიანი არსება ანგარებიანი რას გულისხმობ რომ ჩვენ გვინდა რომ ღმერთთან საქმე მოვაგვაროთ იმიტომაც რომ რაღაცა კუთხე დაცულები ვიყოთ იმიტომ რომ სამსახურები შევთ იმიტომ რომ ჯანმრთელობა იყოს იმიტომ რომ შულებს პრობლემები არ შეექმნას ხა ვიღაცისთვის შეიძლება გამაღიზიანებელია მაგრამ ნუ რეალობას თვალი უნდა გაუსწორო მე ესე ვიტყოდი ამ ანგარებას ჩვენ ვერ ავწდებით და ამ ანგარებაში არის როგორ გითხრა იცი პრაქტიკული სისაღე რას გულისხმობ მე ძალიან ბევრი რაღაცა თითქმის ყველაფერი ზემოდარეგულირდება ხა ერთი თმის ღერიც კი არ ვარდება უფლის დაშვების გარეშე წარმოედგინე შენ ამიტომაც აი ჩემთან რომ მოდიან ვეუბნები რომ თქვათ აი ლოცვასთან დაკავშირებით დღეღამაში არის 24 საათი დილის ლოცვას უნდა 10 წუთი თვალს რო შეაჩვევ საღამოს ლოცვას 5 წუთი და ესე უყენებ საკითხს მე ეს ლოცვა შენი ღმერთს სულ არ ჭირდება მაგრამ აი წარმოედგინე ზემოდან გიყურებენ დღეღამაში არის 24 საათი 15 საათს რო არ შეწირა ღმერთს რაზეა იქ ლაპარაკი 15 წუთს ხო 15 წუთს წარმოედგინე როგორი არასერიოზული დამოკიდებულებაა რა მე პირადად აი დილის ლოცვა რო დამიგვიანდება ხოლმე უკვე შპოთი შემოდის უკვე რაღაცა დაუცველად გრძნობ თავს ესე ვიტყოდი ლოცვა ყველაფერთან ერთად რა არის ერთ-ერთი ცნობილი მოძღვარი წერს რომ
რო შეხვიდეო შენო ტყეშიო და მგლები გამოგეკიდნენო და ხეზე აძვრეო თავს გადაირჩენ ლოცვა ეს არის ჩვენი მოსახლეობა ხო ნაკლებად იცნობს ამ სფეროს აი თუნდაც ეს ბოროტი ძალა როგორ იბრძვის ეს სულხაერში ტრიალებს ეს ძალა ეკლესიური გაგებით წარმოედგინე შენ სულხაერში სულ აი გარშემო აი სადაც არ უნდა მოხვდე არა მთელი ჯგრო არიან ბოროტის სულების და უხილავად ჩვენ გვებრძვიან ყურთან მოდიან ხან აპარტამნებით ასე ვთქვათ გვებრძვიან ხან ბილწი ფიქრები მოდის ხან განვიკითხავთ არა სულ აი ფსიქოლოგიური ჩვენი დამუშავება მიდის და ეს კაცობრიობა წარმოედგინე შენ რამდენად პრიმიტიულ დონეზეა რომ ამ სფეროს არ იცნობს და ვერაცნობიერებს რომ ესეთი დიდი ბრძოლა მიდის აქაც ბევრჯერ აღმონიშნავს არის რაღაცა საოცარი გამონათქვამი დიდი სიბრძნის მატარებელი ერთ-ერთი რა არის რომ ეშმაკის ყველაზე დიდი გამარჯვება ის იყო შთაეგონებინა ადამიანისთვის რომ ის არ არსებობს აი ამ ხას მიყვება არა და სულ მიდის ბრძოლა წარმოედგინე სულ ხო და ეს ძალიან ჭკვიანია არაერთხელ აღმინიშნავს რომ აი წარმოედგინე შენ ღმერთს ებრძვის აი რა კაქანების ძალა უნდა იყოს როგორი ინტელექტუალური მასშტაბის როგორი და ამხელა პრაქტიკის რამდენი ხნის მანძილზე რამდენი ჩვენერი დაღუპა და ჩვენზე 10 ჯერ უფრო რამდენი ხო თან ეს ძალა ისე ერთ-ერთი მახასიათებელი რა არის რომ აი რამდენჯერაც არ უნდა დამარცხდეს შენთან სულ ეძებს უკვე ახალ გარემოებებს რომ იქ ასე ვთქვათ მოგიგოს ხო და პლუს კიდე ძალიან კარგად იცის რომ ვთქვათ ადამიანი აი რომ მოეშვება რომ ვთქვათ დეპრესიული ფონია სასარგებლობა ებრძვის აი განსაკუთრებით მოწყვლადია ისეთ ვითარებებში როცა უჭირს სულიერად ფსიქოლოგიურად და მაშინ განსაკუთრებით აძლიერებს თავის ზემოქმედებას. ნუ ასეა თუ ისეა კიდევ მაგრამ ეს არის სფერო რომელიც არის რეალური და რომლის შესახებ არა კაცობრიობის ძალიან ცოტა ნაწილს აქვს წარმოადგენს. ეხლა წარმოედგინე ესეთი მტერი ყავს და შენ კიდე ძალიან სერელე წარმოდგენა გაქვს მისი ბრძოლის შესახებ. ნუ ასეა თუ ისეა კრიტიკული დრო მოვიდა. ძალიან მე ესე ვიტყოდი. ადამიანის არსება მეტად ცერცეტი ზედაპირული გახდა რა ვთქვი ეხლა რომ მოვდიოდი ფიქრობდი რომაელების გამონათქვამზე რა პური და სანახაობა მე რა არის სუსტიც გახდა აი ფსიქოლოგიური კუთხით აი სუსტილობს გაიქცეს აი მობილური ვახსენე ვთქვათ კომპიუტერი აი ეს ტექნიკა რომ განვითარდა რას დაუკვირდი იცი რომ ცხოვრება არის რთული და მძიმე აქ კაცილები ჭარბობს უარყოფითი დადებიც ესე ვიტყოდი კაცილებით და ადამიანს აქვს ტენდენცია გაქცევის რომ გათიშოს ეს გონება რომ არ იფიქროს იმ პრობლემებზე რომელიც მის გარშემო არ იფიქროს იმაზე რაც წარსულში იყო უსიამოვნო და ასე შემდეგ მით უმეტეს საქართველოს ადამიანი ძალიან საცუდავი არსება საბოლოო ჯამში ხო და დაიბადე წვალებაში წვალება მით უმეტეს ახლა ადრე იყო ხოლმე ესეთი გამონათქვამი ერთხელ გავჩდიო და ისე საბჭოთა კავშირშიო წარმოედგინე ერთხელ გავჩდი ისე საქართველოში რომელიც 30 წელი ვერ შედგა ხო ეხლა ის შეიცვარია საფრანგეთი უფრო დაალაგებული ქვეყანაა ხო ის 70 წლიანი წყვეტა არ ყოფილა არა აქედანაც რატო გარბის ეხლა ხალხი ერთ-ერთი დიდი პრობლემა ჩვენი ხო ემიგრაცია ახალგაზრდებს რო ვკითხო ხშირად რა არის მათი ნომერი პირველი ამოცანა რომ აქედან გააღწიონ და წავიდნენ არა წარმატებას უნდა რომ მიაღწიო აქედან უნდა გააღწიო წარმოიდგინე შენ ან კიდე ეს რო ავიღოთ ახლა თუნდაც ანაზღაურება რომ მუშაობს არა ხშირად ლიმონივი წურავენ არა ესე ცოდვა არა ეს ვინც საქმის ხელმძღვანელობს არა იყენებს როგორც მონებს ექსპლუატაციას უწოდნენ ისე ხო როგორი ანაზღაურება და იგივე შრომაში თქვა უცხოეთში პრომეტი ანაზღაურება ხო იქ შედარებით აფასებენ ადამიანის შრომას და ასე შემდეგ რამდენი პრობლემა არის და რამდენი ნიუანსი არის მე ესე ვიტყოდი დაგროვილი ხო და
აი ამ ორყოფით ფონიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ ადამიანი უკვე ძალიან სუსტი გახდა ფსიქოლოგიურად მირბის. Ну ზოგი მირბის სასმელისკენ, ზოგი მირბის ნარკოტიკისკენ და ესეც ძალიან დიდი პრობლემა გახდა რა. ეხლა რომ ვეკითხები ახალგაზრდებს რომ გავდივარ უბანშიო თითქმის ყველა დაბულილი ან ნასვამიან გათიშული აქვს ეს გონება წარმოედგინეში. ო გაიქცეს მამა. გაიქცეს ამ სინამდვილეს რა. აი ხო და მასა გარბის კიდე მობილურისგან მივასახში თუ არა ადრე ეგრევე ტელევიზორს ჩართავდა ეხლა მობილური უნდა იყოს დაიჭიროს ხელში. იქაც სანახაობაა ხო რა აი სხვადასხვა ამბები თქვა რა ხდება იქ პოლიტიკური იქნება იქ სამხედრო იქ ასე და ასე შემდეგ ასე რომ აი ანალიზი რო გააკეთო ჩვენი დროის ხო საცოდავი ადამიანი მაგრამ კიდევ უფრო საცოდავი გახდა მე ესე ვიტყვი უძლურია საერთოდ დროის წინაშე იმის წინაშე მომ ისე გადის თელი დღე თელი კვირა და რაღაცა რომ არაფერი არ გაგიკეთებია ფაქტიურად რა ხო და აი ეს აი რითაც დავიწყე რომ აი დრო მოიპარა ბოროტო ხო მამა სებასტიან ყარაგანდელი ამბობდა ამასაც ხშირად ვამბობ რომ აი როდესაც რაღაცა ნივს კარგავო წუხილის მომენტი არის რომ განიცდიო და ხო არ განვიცდითო ჩვენ რომ დრო რო იკარგებო არა და ისე გადის ხო ეს წლები რა ფუჭად მე ესე ვიტყოდი რა ფუჭად აი ჩაკირკიდებ ამ მობილურს და მე ბევრ საქმეს ვეღარ აკეთებ მე ძალებს ვეღარ აღიდგენ და ასე შემდეგ ფაქტიურად აი დროის პარვა ხდება და როდესაც გადიან ხოლმე ამ ქვეყნიდან და ღმერთს ხვდებიან ვიც დაბრუნდა აქ არა იქ სხვადასხვა კითხვები ისმება და ერთ-ერთი კითხვა რა არის რომ ეს ცხოვრება შენი როგორ იქნა გატარებული ფუჭად ხო არ მოხდა ამ დროის გატარება რას წარმოგვიდგენ ღირებულს რომელიც იყო ამ ცხოვრებაში და მე ვიტყოდი რომ ალბათ ძალიან ბევრი რომ გადის ამ ქვეყნიდან არა შეგრძნება აქ რომ მისი ცხოვრება არ შედგა მით უმეტეს უკვე 21 საუკუნეში ხო და ნუ შესაბამისად მოდის განსაცდელები რაც თქვი ხა 15 წუთს რო არ შეწირა უფალს ლოცვის თვალსაზრისით იქ ახსარებას არ იტყვი არ ეზიარები სასულ ლიტერატურას საერთოდ არ გაეკარები ეს ლამაზი თვალების გამო მოვა უფლის შეწევნა ყველა სფეროში როგორ არის უნდა დაიმსახურო ხო წარმატება იქ თუ გინდა რომ როგორც სპორტსმენი შედგე იქ უნდა იშრომო ხო იქ უნდა ივარჯიშო თუ გინდა მეცნიერი გახდე იკითხო ეს სასულ ლიტერატურა იფიქრო და ასე შემდეგ და ასე ფეხი-ფეხ გადადებული და საერთოდ რომ უზენაეზე არ იფიქრებ და არაფერს გააკეთებ ხა რა რატო დაგეხმარება ღმერთი მე ესე ვიტყვი და როდესაც მასა ხდება ესეთი ხალხის რატო მოვა უფლის შეწევნა არა ერთხელ მithქვამს მე რომ აი ჩემი დაკვირვებით აი მოდის ეკლესიაში 10 ადამიანი ორი რჩება ან ერთი რჩება წარმოედგინეში სახარებაში რომ არის რომ აი თესლი რო დაეცემა და ერთი კლდოვან ნიადაგზე ეცემა მეორე ისეთ ადგილას ეკლები მოაშთობენ მესამე გზაზე და იქ გამვლელი კათელავს ამას და მეოთხე ხდება მარტო აი ნოყიერ ნიადაგში ხო აი ეს შემაგეთ ყველაფერს აკეთებს რომ ინტერესი გაუქრეს ადამიანს შენაც ეკლესიის ხო ნუ კიდევ მეერაფე ხა უჭვენესი ძალა ხა აი ესეც პარადოქსია თან უჭვენესია თან უსუსულესია წარმოიდგინე ხა უფალი არსებობს და იმას ებრძი ხო ფინალი გასაგებია რომ დამარცხება მაგრამ მეორე მხრივ იმხელა ფსიქოლოგიური ცოდნით გამოცდილებით არის აღჭურვილი და ისეთი ვერაგობით და აი რაც თქვი ყოველ შემთხვევაში ჩვენ არაფერი არ ვართ მისთვის. არა მისთვის არ უბრალოდ უფალმა რომ მოუშვა საერთოდ გადაგვივლის. გადაგვივლის ხო საერთოდ უფალი ვარ გვიცავდეს და საერთოდ აი ხაკაც ფარდა არის ჩამოფარებული ჩვენ რომ ხედავდეთ აი ამ სურათს როგორ გვებწვის არა ადამიანის გონება ამას ვერ გაუძლებს. ვერ გაუძლებს ამიტომ ფარდა არის ჩამოფარებული მაგრამ კიდევ უმეორებ ეს ბრძოლა მიდის ძალიან დიდი ბრძოლა. და მამო რა უნდა გააკეთოს მამო ადამიანმა რომ ეს ყოველდღიურობად ისე გაიხატოს რომ
თან არ შეშინდეს, იმიტომ რომ ზოგი მაგალითად ავანტყოფურად აი ყოველ წამს იმაზე ლაპარაკობს, ეშმაკს უფრო მეჯერ ახსენებს, ვიდრე ღმერთ სიტყვაზე, ხო? აი არის რაღაცა მომენტი, აი ზოგი აშინებს მაგალითად, რომ აი ღმერთი დაგვჯის რაღაც გასაგებია და დავიჯერით, რა თქმა უნდა, აუცილებლად და ეს სასჯელი ღვთისგან თუ იქნება და კიდე რაღაცას გამოისყიდი, მადლობა ღმერთს, მაგრამ სიტყვაზე ვამბობ, მამო, აი ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ უნდა რო არ გადაგვიზდეს, იმიტომ რომ აქაც ბოროტი მოგატყუებს, მამო, ისე რომ შეიძლება ისე შეძლეს, რომ ჩაუბერიათ ადამიანებს, მამო. კი, მესმის. სერიოზული თქვენთან არ მოსულან სერიოზული კი, არა, რა თქმა უნდა, კი. აი რა დოზით და ზომიერებით უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ ბევრი ეკლესიურიც არის, მამო, რომელიც ეკლესიაშია, მაგრამ არაეკლესიურ საქციელებს ჩადის, იმიტომ რომ უბრალოდ გონია, რომ ეს არის ეკლესიური. ამდენიც გინდა, ფანატიკოსები ისინი, რავი, რადიკალები ძალიან ბევრი არიან, ხო? ეთახმება გიორგი, უბრალოდ ლიბერალები ძალიან. ხო, ნუ აქ საერთოდ აქ ეკლესიის სიახში სულ ფიგურირებს სამეუფო გზა, ოქროს შუალედი. ყველა გადახრა არის უკვე ბოროტისეული, აი ყველა ნაირი სიმძაფრე რო შემოდის, პირიქით ახლა მამა პორფირიარე დიდი ბერძენიბერი ამბობდა, ხო, კავსკალორი ამბობდა, რომ აი ზედმეტი ლაპარაკი მეორეთ მოსვლაზე აშინებს ხალხს. ესეც ეშმაკისეული სასტურია, მე ესე ვიტყოდი. ანტიქრისტეზე არა, აი ესეთი კარგი მაგალითი მოაქვს, რომ მე რო ვიჯდეო, აი ვთქვათ, და შენ მოხვიდეო. როგორ დაიკავებო ჩემ ადგილსო? თუ მე ამაგდებო, ხო, იმ სკამიდან, არა? აი ესე არისო, თუ შენ გულშიო ქრისტე არისო და ღმერთი არისო, არა, ის ანტიქრისტე შენთან ვერ შემოაღწევსო. ამიტომაც აი ვისთანაც ღმერთი არ არისო, აი ის უკვე ებმება ამ თემებით, ხო, მასყიდულობს და ისედაც ეგეც ჩემი დაკვირვებით არის ხალხი არის კატეგორია სასულიერო პირებს ზედმეტად აშინებენ, წარმოიდგინე შენ. ის კი არა მახსოვს. კომიკური შემთხვევებიც არის, ნუ ერთ-ერთი 90-იან წლებში ერთ-ერთი მოძღვარი, უბრალოდ ბალახის ჭამას აჩვევდა ხალხს, რომ ბევრად მოსვლა გავიხიზნებითო და ეხლა წარმოიდგინე ბალახის ჭამას რო დაიწყებ და მე უკვე 30 წელი გავიდა. ნუ საერთო კაცობრიობას კიდე რა ახასიათებს, რომ სულ მეორად მოსვლის მოლოდინშია, ხო? ყველა საუკუნე აქვს. ყველა საუკუნე, ხო, და არა და სად არის, არა ეს მეორე თლოს, არავინ არ იცის, ხო? ესეც ის მარტო მამა ღმერთმა, წარმოიდგინე შენ, ამიტომაც სულ მიდიოდა რა ეს მე ესე ვიტყოდი არასწორი ინტერპრეტირება იმ დროის შეფასების. ასია თუ ისია, სადაც სიმძაფრეა, თუნდაც ზედმეტი შიში ეშმაკის და ასე და ასე შემდეგ, იქაც ეს ბოროტი არის ჩასაფრებული. კი. და მამო, აი როგორ უნდა მიხვდეს ახლა წეღანო ახსენ ყველაზე საშიში რაც არის, რომ აი ბევრი ეკლესიური ადამიანი არის, რომელიც არ არის ეკლესიური, როგორც მას გონია, რომ ძალიან ეკლესიური არის. აი როგორ უნდა მიხვდეს მამო, აი საზომი რა არის რა, იმიტომ რომ აი ხანდახან ზოგს შევხედავ ბევრად უფრო კარგად იქცევიან ბევრი ცოდვილი და ისეთი, ვიდრე აი ეს ადამიანები, რომელსაც გონია და რა ვიცი, აი თვითონ რომ ხელი შეუშალო, შეიძლება მაგის გამო მოკლას რა, ლოცვაში მაგალითად და ლოცვის გამო შეიძლება სამი კაცი მოკლას. და ილოცო, სამაგერთ კანონი შეასრულოს. ეგ სხვათა შორის აი ღვთისთვის სათნო იყოს შენი ცხოვრება. ეს არის კიდე ხელოვნების ხელოვნება რა, მე ესე ვიტყოდი. ეხლა იგივე ფარისევლები რას წარმოადგენდნენ რა, მაცხვარი ჯვარზე რო გააკრეს რა. ყველა წეს ასრულებდნენ, თვლიდნენ რომ აი სანიმუშო მორწმუნეები იყვნენ და ღვთისმსახურები და მე ესე ვიტყოდი, ხო? ასე რომ ჩემი დაკვირვებით აი ღვთისთვის სათნოდ იცხოვრო. მათ შორის ეკლესიის სიახში ეს საკმარისად ცოტა რო აი ამ შეგრძნებით მოღვაწეობდეს. აქაც აღნიშნე მე რომ სილოვან ათონელს აქვს ესეთი გამონათქვამი რომ მორწმუნე ბევრია, მაგრამ უფლის მცოდნე არის ცოტა. აი შეიგრძნო უფლის მაჯისცემა. რა გამოსასურებელი, როდის გჭირს, როდის გახალისეს, როდის წყალობს, ანუ მისთვის სათნო იცხოვრო. ეს არის ხელოვნების ხელოვნება, არა და ყველაფერი ამაზე დადის.
სულიერების პრინციპი რა არის? არის ის, რომ სუსაზღრო შენი ფიქრი, ემოცია, ქცევა, რამდენად აკმაყოფილებს სულიერ მოთხოვნებს. სულ საბოლოო ჯამში საბოლოო ჯამში აი სულიერება ეგ არის, აი სულ ფიქრობ მოხდი თქვათ ტრაპეზია, ხო? ახლა უფრო მარტივად რომ ჩამოაყალიბო, აი ამ ტრაპეზე ვიწყებ საუბარს. აი რატო ვიწყებ ახლა მე საუბარს? იმიტომ ვიწყებ საუბარს, რომ იმათ ჭირდებათო, იმიტომ რომ ჩემი ცოდნის დემონსტრირება მოახდინო და პატივმოყური მე გავახარო. აი ეგ რა შეასაქმე. რომ ვიწყებ სხვის კრიტიკას, რატო ვიწყებ ახლა სხვის კრიტიკას? რა მართლა ძალიან გული შემტკივათო, მინდა რომ იმის ფონზე კარგი გამოჩნდე. ეხლა არის ცოდვები ეს კითხვები ხო, სულ კითხვები უნდა დაუსვა. აი მეტი კი არაფერი არის სულიერება. ან კიდე ეხლა არის ცოდვები, რომელიც თავიდანვე იცი, ეხლა ბილცი გულის თქმები რო შემოდის და ფიქრები და რაღაც კადრები რომ არის, არა, იქ ეხლა არის მრუშო, ხო, ერთ-ერთი გეუნება ცნება და ეს მარტო ის ხო არ არის დააგვირგვინო მაინდა-მაინც ამით, იმას აქვს ერთი რიგი გამოვლინებები, ხო? იქ იცი რაც უნდა გააკეთო, მე ესე ვიტყოდი, მაგრამ სულ კონტროლია საჭირო, აი ღმერთი მიყურებს, ხო? რა არის? აი ყველა სიტუაციაში უფრო სწორი რომ სულიერად მოვიქცე, მაგრამ ამაზე მე ფიქრობს. ამაზე ძალიან ცოტა ფიქრობს. ანუ უფალი რას მოითხოვს სიღრმეში რომ შედიხარ? სულ გახსოვდეს ღმერთი. ყველა სიტუაციაში წარმოიდგინო ეხლა რა არის უფრო სულიერი. ხო და ეხლა პირდაპირ გეტყვი გიორგი რომ ერთ-ერთი აი ჩემ თავს რაშიც მომტყუნებ ეგ არის აი თუნდაც აი დროის განაწილებაზე აი რომ მიდიხარ დაღლილი თქვა მიდივარ იქ ახსარებები ჩავიბარე იქ რაღაც ანუ კიდე ბევრი რამე დავიღალე არა რომ მივდივარ არა ხანდახან მეც აი მინდება რომ ეს მობილური ავიღო და გავითიშო გაიგე მაშინ როდესაც მოდი რა ჩაჯექი სავარძელში და უბრალოდ დაისვენე ნუ გაიქცევი გადახედი დღეს ფიქრით ხო და ნუ გაიქცევი გაიგე მობილურისკენ რომ გათიშო ეს გონება წარმოიდგინე შე ხო და იმ მომენტში რომ წარმოვიდგინო არა სულ სხვა რაღაცა უნდა გავაკეთო მე ესე ვიტყოდი ხო და ეს დიდი სულიერი ნიჭები უნარები უფლისხალობა როგორ მოდის როდესაც სულ უფალთან ხარ გაიგე შენ ინსტინქტებში ან მოთხოვნილების გერაძლებს გაქანების საშუალებას არამედ სულ ფიქრობ უფალს რა ეს სიამონება და ესე ცხოვრობ ხო და აი ამ შემთხვევაში უკვე სხვანაირად შეიმეცნებ უფლის ნებას სხვანაირი კავშირი გაქვს სხვანაირი წყალობა მოდის და ასე შემდეგ და თერიქ შემთხვევაში აი ჩვენი თუნდაც ქრისტიანული ცხოვრება არის ძალიან პრიმიტიული ეკლესიური ადამიანი მაგრამ აგორ გითხრა იცი მთელი წლები აცლეულები დადის და ხედავ რომ არაფერი მასში არ იცვლება რა ერთი და იგივე რუტინა და მე იქ შეიძლება აქ ცნობიერად თვითონაც ღიზიანდება და იქ რაღაც მომენტში ისე შეიძლება შეჯოროს ადამიანის ისეთი გაღიზიანება გამოავლინოს რომ იფიქრონ რომ ეს ეკლესიური კაცი რო ესე გამოდის წყობიდან და კარგი რა ეკლესიურობაზე ელაპარაკი აი ამიტომ არის მამა სხვათაშორის თქვენ როგორც დაიწყეთ ხო დილის ლოცვა რა თუ გინდა ნებისმიერ დროს ლოცვა სიტყვაზებს კუნიზე ლოცვა იმიტომ ის ლოცვა უყურებს გახსენებს უფალს და მადლიერი რომ უნდა იყო აი მადლიერების სამადლობელს კითხულობ ასე შემდეგ და აი ეს მადლიერება უკვე გავალდებულებს შენ რომ მასზე იყო დაკნობილი და ვისი მადლიერი ხარ რა თქმა უნდა ვიღაცას აღიარი კიდე შენ ზემო და აი აქ მე უფრო ადვილი არის რომ მართო და არ გაგექცეს ხო მამო და აი მამო რას ურჩევთ კიდე იმ ადამიანებს ვინც მაგალითად ვერ ამჩნევს და ზოგი ფიქრობ მაგალითად აი რომ დრო ჩარა გავიდეს კაცო ეს ყველაფერი რაღაცა ხო ესეც ხო ის არის რა ქვია აი თუ შეიძლება მამა თქვენ როგორ ფიქრობ აი დროის ტარება მაგალითად ხო და შეიძლება 5 დღე სადღაც წავიდნენ და გადაიკარგოს ადამიანი და მას გონია რომ გამოიყენა ის დრო და არ და პირიქით ხო ნუ აი აქ თქვი ხა დრო გადის ძალიან ცერცეტულად 21 საუკუნეში. და ვინანებთ მამაო და რას ვინანებთ მამაო თუ შეიძლება აი თუ მოგვეცა კიდე ამის
შანსი და წყალობა რომ ჩვენ გქონდეს ამაზე ფიქრის რომ რაღაცა ვინანოთ რომ გადავხედავ ჩვენ ცხოვრებას. აი თქვენ რო ჩაგიბარებიათ მამა ვასაკოვანისგან ახსარება რაღაც აი რას ნანობთ მამა მაგალითად ვინც აი მომაკვდავი იყო ან ასე შემდეგ. ხო აი ერთ-ერთი ახსარება ჩავიბარე ხა და ნუ რო გითხე ყველაზე მეტად რას ნანობ მეთქი ის რომ ეკლესიაში არ დავდიოდი ესე მითხრა. ეკლესიაში ასე რომ მამას საკმარისად ბევრი ნანობს თუ შეიძლება ასე ითქვას ხო და ბევრ ამას ნანობენ კიდე ბევრ ამას მაინც ვერ აცნობიერებენ აი რაც თქვი დროის ძალიან დიდ მნიშვნელობას ძალიან დიდ მნიშვნელობას აი ფენომენის მე ესე ვიტყოდი ხო და ალბათ ჩვენც რაღაც სხვანაირად უნდა ვიმუშაოთ რა იგივე მოზარდთაობასთან ხა გონი შემოვიდა ღირებულებითი განათლება ღვთლები შედიან სკოლაში და იწყებენ რაღაცა თავისი ხაზის გატარებას მე ესე ვიტყოდი და მნიშვნელოვანია ეს მაგრამ ნუ რა თქმა უნდა იქ დიდი საკადრო შერჩევაც არის საჭირო ხა ის რო სასულიერო პირია ეს იმას არ გულისხმობს რომ მაინდა-მაინც შეაცვლებს თავის მისიას ყოველს თავის ნიჭი აქვს ზოგს არ აქვს ეს უნარი რთულ სეგმენტთან გვაქვს რა საქმე რა ეს არ არის წარმოგიდგენთ მამა მართალი ეხა ათეიზმით შემოსულია ჭეშმარიტების არ ჯერათ მამაო რა ნაღდათ ღმერთი რო არსებობს ამდენი სასწაული ამ ხელა მაგალითები გვაქვს ხო და ამის არ ჯერა და შენ ეხა როგორ ადამიანთან გიწევს მამაო თან ესენი გაჟღენთილები არიან ამ ტელეფონი და იმიდან ისეთი მოტყუებულები არიან მამაო ამ ადამიანების ისა რა ქვია თვითონ ამ ადამიანის რთული ის არის დასამუშავებელი რა როგორც მასალა რთულესი სალაპარაკო დღეს აი ენამ შეიძინა ძალიან დიდი მნიშვნელობა ძალიან დიდი მნიშვნელობა რა ენი დაელაპარაკე მე სულ შეგრძნება უნდა გქონდეს აი ბავშვი ელაპარაკე მოზარდს ელაპარაკები არა აი რო ელაპარაკები მათენაზე უნდა ისაუბრო და მე სულ უნდა საზღვრო აი შენ რო ელაპარაკები ზოგჯერ აი რელიგიური ქადაგება მოწოდებები დოგმატების გაცნობა შეიძლება ანტირეკლამა იყოს ეკლესიისთვის იმიტომ რომ იმან გააღიზიანოს მე ესე უკუღმა რა ხშირად ეგრეც ხდება ამიტომაც განსაკუთრებული ნიჭი უნდა გქონდეს სასულიერო პირდაპირ მადლიც რა თქმა უნდა ეხა მადლი რა არის როცა იმსახურებ მე ღმერთი გეხმარება შენ რომ შენი საუბარიც გამართული იყოს შეიძლება მაგალითად ორატორული ნიჭი გქონდეს შეიძლება მოემზადო მაგრამ სულიერად არ იცხოვრო გაიგე და იქ გამოხვიდე და აბლუყუნდე იქ სუგრძნობ წარმოიდგინე შენ სუგრძნობ რო უფლის შეწევნა გჭირდება გაიგე რაც არ უნდა აი წინაპირობები იყოს რაც ვთქვი რაც არ უნდა განათლება გქონდეს მოემზადო ორატორული ნიჭი გქონდეს არა გამოხვალ და არაფერი აღარ დარჩება ამ შენი მცდელობისგან იმიტომ რომ უფალს არ უნდა იმიტომ რომ არ იმსახურებ ამას აი საოცარი რაღაცა არის შიდა სამზარეულოს გეტყვი ხა მე მდლის აი მე შეგრძნებ თქვა აი რო წირავს ღვთელი არა აი ზოგჯერ არის მაგალითად წირავ და აი ეგეთ შეგრძნება მაქვს იცი რომ აი ის შესაბამის მადლს ვერ გრძნობ გაიგე რა თქმა უნდა წირვა მიდის და წირავს თავის მაგრამ პირად ვერ გრძნობ გაიგე და ვერაფერს ვერ უხერხებ გაიგე რა შეასაქმე აი ხვდები რომ აი კი ყველაფერი ისე სკრუპულოზურად მიდის გათვლილია გაიგე მაგრამ ახაცა არ მიდის გაიგე და აი ვიწყებ ძიებას მაგალითად აი რა გავაკეთე ისეთი რომ უფალმა ეს წყალობა არ მოიღო რომ არის მაგალითად ზოგჯერ აი წირა მაგალითად აი გრძნობ რა მიდის გაიგე და ნუ ეგ მაგას ბოლომდე ვერ გავს უფალი სუფევს ხო და აი მაგას ბოლომდე ვერ განსაზღვრო მაგრამ ხვდები რომ მაგალითად დიდი მნიშვნელობა აქვს აი წინა დღეებში მაგალითად როგორ მოემზადე მამა ეფრემ კატუნაკელია სხვათა შორის მომეწონა რა ესეთი ისა ტერმინივით არის ლიტურგიომანია რომ როდესაც წირვაზე აღმატებული არაფერი არ არის და აი ეს მამა ეფრემ კატუნაკელი ამბობს რომ როდესაც წირვას ვამთავრებო უკვე შემდეგ წირვაზე ფიქრობ როგორ მოემზადო აი იმ შემდეგი წირვისთვის რომ ის მადლიანი
იყოს და შესაბამისად წავიდე წარმოედგინე. ხო და ასე რომ რაც თქვი სულ უნდა ეძიო შექმნა წინაპირობები რომ შენი საუბარი იქნება წირვის ჩატარება იქნება და ასე შემდეგ უფლის მადლით იყოს გაჟღენთილი. ხო და ეს ხელოვნების ხელოვნება და ამას დამსახურება ჭირდება. ხო ის გამახსენაო დიდ ხუჩაბაც ყველა რო ეზიარა და ის შეპირებული რო იყო და ისიც რო ეზიარა და ეხა იმ არამე იყო მაგით ხო მაგრამ ეხა ისა შედარებით პარალელს უბრალოდ ვავლებ ეხა უბრალოდ ადამიანებს შორისაც ეგრე არის წინა დღე შეიძლება რაღაცეები შეგეშალოს სიტყვაზე რაღაცა და მე მიდიხარ და აი ამ ხელა იმასთან მე ვეღარ გზნობ იმას დადებითად რა და მაგრამ ამო ის მადლი მაინც აქვს ადამიანს მღვდელს და ის ყველაფერი აი ხა აი მაგას უყურებ ხოლმე იმიტომ რომ ადამიანებმა ამო დაიწყეს სასულიერო პირების გარჩევა იმისგან არ ეზიარება იმასთან ეზიარა იმასთან არ მონათლავს იმასთან მონათლავს და ეს არის შეცდომა იმიტომ რომ ღვთის მადლი შეიძლება მე ცუდად ვიქცევი ის კარგად იქცევა მაგრამ ის მადლი ყველაზე თანაბრად მზე ყველაზე თანაბრად ანათებს რა უბრალოდ როცა ამბობს ჩვენი ეკლესია რომ ეს არის ჩვენი მღვდელი ესე იგი იმ მღვდელს აქვს იმის შესაბამისი უფლებას და ამ ყველაფრის რეალიზებაც რომ ის ხელით ეზიარო ან ახსარება თქვა ან რაღაცა სიტყვაზე უბრალოდ მამო კარგი იქნება თუ თვითონ ეხა იმამო არჩევენ ხოლმე მეუბნები აუ რატო გარჩევენ აი ყველა ერთი რა აი თუ შეიძლება მამო ესე გარჩევა მაინც იმიტომ რომ არის რომ ყველას მაგალითად ვერ ეტყვი ხო არა ეხა პირდაპირ გეტყვი რა ის რა თქმა უნდა ეხა ვთქვათ აი ოპერაცია რო ტარდება ხო თქვათ აპენდიციტის ოპერაცია თქვათ ქიანაწლავის ხო ეხა ის ქირურგი ცუდი პიროვნებაა თუ კარგი პიროვნება მაგას მნიშვნელობა არ აქვს ტარდება ხო ეს ოპერაცია ან კვილი არის ამოსაღები ხო ის ცუდია თუ კარგია ის შედგა ხო ამოიღო ხო ადამიანმა კვილი არა ეხა იმის და მიხედვით რომ გავსაჯოთ ეხა ესეც ხშირად მithქვამს რომ ესეც არის პრიმიტივიზმი ცუდი კარგი ყველგან არის როგორც ცუდი ადეკვატი იქნება ისე ვიღაცა იქნება მღვდელი რომელიც მოწოდების სიმაღლეზე არ იდგება ხო ეხა რა მიამიტობა რომ კიდევ ვიმეორებ ყველა ჩათვალო რომ მოწოდების სიმაღლეზე დგას მაგრამ ის წირვა სრულდება მაინც ის ზიარება დიდი საიდუმლო მაინც არის ის პანაშვიდი გადაიხდება მაგრამ ეხა მე არ მიყვარს მარტო ამ მიმართულებით წასვლა როდესაც მადლიანი მღვდელია ხო სხვა იქ სხვა შეგრძნებები შემოდის იმის წირვა სხვა შეგრძნებები აქვს მე ის მომენტიც არის ეხა არ შეიძლება ესეც სხვათა შორის საცდურია ეკლესიური კუთხით, იმიტომ რომ შენ რო ადამიანს უთხრა იცი რომ აი ახსარება, მაგრამ ის გეტყვის რომ მე უნდა გავიხსნა. ეს მღვდელი ჩემთვის უნდა მიმზიდველი იყოს. ამ უნდა იტვირთოს. უნდა იტვირთოს, იქიდან უნდა თანაგზლობა მოდიოდეს გაიგერაში. ანუ არის ფსიქოლოგიური მომენტები ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ მეორედ რა. და მეორეც არის კიდე ხა რას თქვი ის რომ როდესაც ადამიანი იმსახურებს იმის ჩატარებულ პანაშვიდს თავისი პეწია ხო მე არ ვაიღო თქვა მე დავითნეობა არა არის მე დავითნე რომელიც რო კითხულობს არა სიტყვებში ჯდება ლოცვის და იმის წაკითხულს სხვა ხიბლი აქვს და არის მე დავითნე რომელიც უბრალოდ კითხულობს ფორმალურად ხო ფორმალურად ანუ ძალიან ბევრი ნიუანსია ამ ქრისტიანულ ცხოვრებაში მე ესე ვიტყოდი და აი როდესაც უკვე აი ყველაფერი აი იკრიბება მაგალითად არის ტაძრები საოცარი მადლის მატარებელი ხა ტაძრებით განსხვავდება ხა შვეთის ხოლისნაირი ტაძრი ხო არსებობს არა ნომერი პირველი ტაძარია ხო იქ აი ნეკრესში რო ახვიდე იქ გადახდილ პარაკლის პირდაპირ გეუბნები სხვა მადლია გაიგე იმიტომ რაღაც განსაკუთრებული ადგილია ტაძრებიც განსხვავდებიან მადლის და მიხედვით მე ესე ვიტყოდი მღვდელის განსხვავდება იმის და მიხედვით როგორი სულიერი ცხოვრება აქვს არის აქაც მამაო დამოკიდებული არის რა ძალიან ბევრი ფაქტორად ყველა ადამიანი თვითონ ჭედავს არა თავის ბედს და აქაც ხდება რაღაცა კუთხით კიდევ გაუბრალოება მაგალითად აი ფრაზა მომისმენია აი გულიანად გადახდილი პანაშვიდი მომენატრაო შეიძლება მღვდელმაც გადაიხადოს პანაშვიდი და არ ჩაჭდეს ლოცვის სიტყვებში გაიგე ხო და ასე რომ
იცი რამ ხელასფეროა ეს და აქ შე რომ პრიმიტიულად დაელაპარაკო თქვა მრევლს ადამიანს გაიგე და უთხრა რომ კარგი რა ეხა რატო არჩევ ყდრებს ეგრე არ არის ჩემი აზრით რა თქმა უნდა იქ არის ძალიან ბევრი ნიუანსი თვითონ გლისთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რომ მიხვდეს რამდენი რამ უნდა გააკონტროლოს რომ ადამიანისთვის მიმზიდველი გახდეს განმედგინეში და თან უნდა გაიზარდოს ამ ადამიანების მითითებებით რა და ხო სამწუხაროდ ჩვენთან ეს ის ცოტა ისეთი ის არის რაღაც ტაბუდადებული არის მაგრამ მამო საქართველოში როგორი ეცი ტაბუს თუ ახსნი და სიტყვაზე აი თქვენ ადამიანო მომეცი ჩენიშნა ძალიან თავხედდებიან მე მამაო და ეხა თავზე ქუდიატო არ გაფარიაო და ეგეც ჩარებსდებენ ხოლმე ეგეც არ მომწონს მამაო რა აი რაღაცნაირად თვითონ შენც უნდა გაიზარდო ისინიც გასაზრდელებია ერთად უნდა გავიზარდოთ მაგრამ აი ყველაზე მაგარი მამაო რა არის ხოლმე იცით აი ხან შეიძლება დაიჩაგროს ადამიანი რა ეკლესიაშიც დაიჩაგროს ადამიანი იმას მაგრამ აი ამ ყველაფერზე მაღლა რო დადგები აი მაგალითად აღსარებაზე მიხვედი ისეთ სასულიერო პირთან რომელიც შეიძლება ძალიან ბევრი მინახავს რომ იმაზე ცოდვილი არის ვიდრე აფარებს აღსარებას მაგრამ ეს ამ ყველაფერზე მაღლა რო დადგები ხო ძალიან მაგარია მამაო რა რომ აი მოდელსაც რო იმას იზამ რომ აი ამასაც რო ვერ დაინახა ეს უკვე სხვა პათოლოგია ხო სულიერების ხო ხო ეს რა თქმა უნდა სულიერების სხვა პათოლოგია მაგრამ რა მაგრამ ეგეთები არ ვართ არა ვარ, ამ ყველაფერი უნდა გათვალო რა, ყველაფერი უნდა გათვალო. გლის ეხლა პირდაპირ ვამბობ, აი მაგალითად, როდესაც ფსიქოლოგიური დახმარებაა, ხო, ფსიქოლოგის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, მისწრაფება რა არის, რომ შექმნას გარემო, რომ ადამიანი მასთან გაიხსნას. იგი რა შეასაქმე და პირდაპირ ვამბობ, რომ მთელ რიგ შემთხვევებში მგლები ამას არ ცდილობენ. გაიგე რა შეასაქმე. არ ცდილობენ რომ შექმნან ეს გარემო. იმიტომ რომ რაღაცნაირად რო არა აქვთ ის ყველაფერი მოქმედებს, ყველაფერი შეიძლება მოქმედებს, მაგრამ ეს აუცილებელია, ეს მნიშვნელოვანია. ეხლა არ დავმალავ რომ ჩემთან ზოგჯერ მოდიან და მეუბნებიან რომ აი დავდივარ ამ მოძღვართან, მაგრამ მიჭირს გახსნა. რო ეტყვი, გაიგე, ის ისე შემჯორავს ხოლმე რომ მე უკვე მეშინია ვთქვა. ხო, რაღაც ის. აი, ანუ დისტანცია. მე ხო და ეს იცი რამ ხელა პრობლემაა უკვე ეხა პირდაპირ არ ვეუბნები მე მაგრამ უკვე ვფიქრობ და რაღაცა კუთხით ვაჩვევრო თუ ეს არ შედგა თქვენი ურთიერთობა მაშინ შენ აღსარებას რა აზრია კი ბატონო გაიგე და აქ ლომის წილი ხშირად მგდოლზე მოდის გაიგე რა შეასაქმე რა ანუ შენ არ ცდილობ გაიგე თუ ის ფსიქოლოგი ცდილობს გაიგე ფსიქოლოგზე აღმატებული არ მოდელი ამაზე დიდი ფსიქოლოგიური დამხმარე არავინ არ არის გაიგე რა შეასაქმე და ასე რომ თერიქ შემთხვევაში ჩვენ ზოგჯერ აი რა კარგია გენერლობა გაიგე ვიფერებთ ხოლმე ამას და აი შესაბამისად არ მუშაობთ რომ ჩვენი მისია შევასრულოთ არ ვიცი რამდენი გასაგება ჩამოვაყალიბე ეს ყველაფერი აქაც ვიჭედებით ხოლმე რა თუ შეიძლება ასე ითქვას ასე რომ გლობა ეს დიდი პატევიც არის მაგრამ ამავე დროს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდათ უნდა მოინდომო რომ შენ მღვდლის სახება შეესაბამებოდ საერთოდ პირადად მე ვთვლი რომ მღვდლობაზე რთული ამ კողმად არაფერი არ არის იქ სადღაც ამერიკაში 17 წელია საჭირო როგორც მე ვიცი რომ დიპლომი აიღო და ექიმად მუშაობის საშუალება მოგცემდა აქ სულიერი ექიმი ხარ 17 წელი კი არა შეიძლება 37 დაგწირდეს წარმოიდგინე შენ მართალი ბრძანდა თქო რა სურსა დიახ აუ მართლა ეგრე არის ხო ზუსტად ეგრეა და ძალიან ბევრი საბერძნეთში მაგალითად 10 წლის მერე შეგიძლია რომ აღსარება მიიღო და ადამიანი დაარიგო მაგალითად როცა მღვდელი ხარ ეხა ბევრი არქიმანდრიტი და დეკანოზი ვიცი საბერძნეთში 5 და 10 წლის მერე კიდე კითხულობენ ზოგი შეიძლება იკითხოს და უთხრა შენ ჯერ არ ხარ მზად რაღაცა ადამიანი დაარიგო ანუ იღაც აღსარება მიიღო და მარტო წირვა ლოცვის უფლება აქვს და ასე შემდეგ და თავიდან სხვადასხვა ჩვენთანაც ეხა მე მგონი 2 წელი გახდა რომ ჯერ არ შეუძლიათ 2 წელი აღსარება რომ მიიღონ მაგრამ ის არის რა ქვია ხო რა ნუ ადამიანი ხარ თან მამო ისე იხვეწება იმ მეთოდებით რომ სიტყვაზე ადამიანი მოდიოდა მაშინ განწმენდილი ადამიანი მოდიოდა ეკლესიაში დღეს მამო ძალიან დამძიმებული გაუბედურებული ადამიანი მოდის და იმ მეთოდით რომ მიუდგე როგორც ადრე წმინდანები მოდიოდნენ ეკლესიაში ლამის იმ დღეს ვიაზიარებდნენ ხო წარმოგიდგენთ მამო როგორ ადამიანებს ნათლავდნენ ჯერ ის კათარკმეველი ისეთი მომზადებული იყო
სახარებები და ისინი ასწავლიდნენ ზეპირად და მერე ნათლავდნენ და ეხლა წარმოგიდგენთ მამაო რა ადამიანთან გაქვს ურთიერთობა და ისევი მეთოდებით ელაპარაკებდა ვერ იმას იზამ შანსი არის ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა იმან რომ აი დროის კვეთება გაითვალისწინა შენი აჯობრი ახსარებას რო იღებდნენ ხო ისინი რასაც ამბობდნენ ეხლა ეგეთი რაღაცა რომ მოისმინო მე მგონი წმინდანი გეკონება ადამიანი და დღეს მამაო როგორ გაბინძურდა ეს სამხსარებლო ველი საერთოდ და რამხელა ის მოიცვა ხო რომ ისეთ რაღაცას გეტყვიან ხანდახან რომ ხო იცი ბოროტმა რო უთხრა ისა რო ქვია ისეთი ცოდვა ჩაიდნენ შენც მამაო ღმერთი მართლა არ გწავსო თვითონ ბოროტმაც კი უთხრა წარმოიდგინე ესეთი რაღაცა ნუ ძალიან ვერაგული იმით არის მოსული ბოროტი და ძალიან ისა აქვს რა ქვია კლანჭების და არ უნდა გავუკვირდეთ ისე მამაო აი თუ შეიძლება რომ ამით თქვათ რომ აი სასულიერო პირებით ზოგიერთი თუ სიტყვაზე ვერ ერევიან იმ თამასას რაც აქვთ აი სულიერების სიტყვაზე რაღაც მომენტში ხო ნუ სადღაც შეიძლება მოერევიან რა თქმა უნდა საბოლოოდ მაგრამ იმ მომენტში შენთან თუ ვერ მოერია ზუსტად ეგ უნდა ბოროტსაც რომ შენ გათელო და შენ ეკლესია დაკარგო და წახვიდე ეკლესიიდან და აი ეგ უკვე შენი პრობლემა არის არ უნდა წახვიდე შეიძლება სადღაც შეგხვდეს ცუდი ექიმი მაგრამ უნდა ეძებო სხვა ექიმი რომელიც განკურნავს იმიტომ რომ ამ ავადმყოფობით თუ წახვალ შენ სადღაც მოკვდე არა რა თქმა უნდა კი რა თქმა უნდა აი ეს რო უთხრა თუ შეიძლება მამაო დიდი შეცდომა იმიტომ ბევრი მეუნება მამაო გაბოროტებული ტიპი რომ აი მე ეკლესიაში იმან მაწყე კაი მაგრამ ვის დაუშავდა შენ ეკლესიაში აღარ დადიხარ იმას თუ შენ ხო საბოლოოდ მაგას ხო თუ შეიძლება რომ აი ამ იცი რა არის კი ბატონო ეხლა მე პირდაპირ გეტყვი რა რომ არის განსასწრებელი რომელსაც შენ ვერ აცდები და ამაზე ხშირად ვამახვილებ ყურადღებას ეხლა მე რომ მოვედი ეკლესიაში საკმარისად ბევრი იყო ის რაც ჩემთვის იყო მიუღებელი მაშინაც როცა ერის კაცი ვიყო პირდაპირ ვამბობ მაგრამ შეგრძნება მქონდა და მით უმეტეს ამ გადასახედიდან რომ ღმერთი გამოსდას მიწყობდა აი რა შევხედავ მე აი იმას შევხედავ რაც არ მომწონს უხეჩვებაც ყოფილა ჩემს მიმართ და ესეც ჩვენი აქილევსის კუსლია სამწუხაროდ კიდევ ამერობ თერიქ შემთხვევაში ტაქტი არ ყოფნით ხოლმე როგორც სასულიერო პირებს ისე მე დავითნეებს დიხაროსნებს და ასე შემდეგ აი და მაგრამ ყოველთვის ეგრე ვაყენებდი საკითხს რომ რა ვქნა ახლა მე ამას შევხედო და დავკარგო ეს დიდი საუნჯე რასაც ეკლესია თუ ესეც უფლის დაშვებით ხდება რომ მოდი აბა მიყურებს უზენაესი ამას მე გადავლახავ და დავრჩები თუ წავალ აქედან და სხვათა შორის ხშირად ვამიხვალ ყველაფრისა ჩავიცი კაბა იმიტომ რომ გადავლახე ეს ამიტომ ღმერთი ამ გამოსდა შენ აუცილებლად მოგიწყოს კი სადღაც ცუდი შეგხვდე სადღაც კი არა ბევრი შეგხვდება პირდაპირ ეს სოფელი ბოროტსა ზედად გააც ეხა რეალისტურად მიუდგეთ ამ ყველაფერს ეს ჩვენი ცხოვრება ერთ დიდი განსასწრელია და ეს არის როგორც ერთში ისე ბერში კიდევ და ბერში უფრო ბერში მით უმეტეს იქ ბოროტი ისე გაიჯაჯილებს ხოლმე იქ ხო იმდენ ისე გაიჯაჯილებს ხოლმე წარმოიდგინე შენ ასე რომ ეს არის პრიმიტიული მიდგომა მე ესეც არა ერთხელ აღმენიშნავს რომ ადამიანს აქვს თავდაცვითი რეაქციები აი იმან რომ დააშავა თქვა იქ ვიღაც ეკლესიის სახურმა გაიგე შენ უბრალოდ მოტივს ეძებ გაიგე რომ შენ გეზერება ლოცვა შენ არ გინდა ახსარების ჩაბარება ღმერთთან სერიოზული ურთიერთობა და მოდი რა ის ჩავაბარო იმას რა იქნახე ხო და ზოგჯერ თვითონაც ვერ აცნობიერებს იმდენად აი კიდევ ვერ ღვთისაწინააღმდეგელად ჭკვიანე რომ აი ამ თავდაცვით ველს მოგიწყობს შენ მე ესე ვიტყოდი ხო და ასე რომ არ უნდა მოტყუდე კი მაგრამ ძალიან ბევრი ტყუდება მე ესე ვიტყოდი ასე რომ აი ამ სულიერ ცხოვრებაში არის უამრავი ნიუანსი უამრავი რა ერთი არის ის რაც ჩვენ მოგვეთხოვება მგლებს და ასე ვთქვათ შესაბამისად ყურადღებას არ ვაქცევთ არის ერური ბრძოლები არის ის ბრძოლები კიდევ მე ვიხსენებელიც თავის საქმეს აკეთებს ასე რომ როცა უკვე ღრმანალი საკეთებ იცი რამდენი ნიუანს გამოყოფ ძალიან ბევრი ნიუანს გამოყოფ ისე როდესაც აი გამოსტილი ექიმი არ არის მთელი წყება სიმპტომებისა და უცებ დასვამს დიაგნოზს იმიტომ რომ აწლეულები ამას უყურებს არა აი აქაც არის უამრავი რამ არც ერთზე არ შეიძლება რომ აი ამით შემოიფარგლო არის ღრმა ანალიზი საჭირო არის გლობალური ანალიზი საჭირო არის კიდე საჭირო ის რომ შენ რომ დაელაპარაკები ადამიანს არა შენი საუბარი იმისთვის იყოს მისაღები გასაგები და შენ რო გონია რომ თქვა ქრისტიანული კუთხით არიგებ შეიძლება პირიქით უფრო გაღიზიანდეს და დაშორდეს ეკლესიას
რამდენი ყოფილა. რამდენი შემთხვევა ყოფილა. კი. თამამო პირადი სისუსტეები ხა შენ შეიძლება გააქვს შენი ნაკლი რაღაცა, მაგრამ იმ ადამიანებსაც აქვს რაღაც პრობლემა. აბა როგორია ისე მამო, თელდღე დღას ადამიანი და ამდენ უარყოფით ისმეს. მე ამას მამო შეიძლება ვერ მოერიოს, მამო. ბოროტით სარგებლობს ამი და შენ უბრალოდ იმას გიშობა. ნუ ეხლა თუ შეგნებულად რაღაცა ბოროტი ადამიანი არ არის, ხო და უნდა გაუგოთ, ერთ ხშირ ეკლესიაში მიდიხარ და თანადგომა გინდა და გინდა რომ შენი გაიგონ, შენც ხო უნდა გაუგო, იქ თუ ვიღაცას რაღაცა ემართება. რა თქმა უნდა გაუგო კი არა, ეხა აი არის ემპათიის ნება ფსიქოლოგიაში, არის თანაგზნობის წარმოედგინაში. ძალიან ხშირად ჩემთან ეს არის წინ წამოდი, რომ მოდის ადამიანი ის რომ მოდის, ეხა პირდაპირ უნდა ითქვას, ახსარებაზე რომ მოდის, გაიგე, რაღაცა კუთხით უკვე ის სტრესულ სიტუაციაში, გაიგე. ხო, ცოდნოა. ცოდვა, იმიტომ რომ ეხა წარმოიდგინე, რამდენიც აი მოდის, გაიგე, რამდენი აი smukავს იმ ცოდვებს ძალიან რო ამძიმებს, გაიგე,ერიდება რო გითხრას, გაიგე, აი ზოგჯერ იცი, აი როგორ მუშაობს ჩემი გონება, რომ აი რაღაცნაირად მიბიძგე იმისგან, რომ კარგი, რა თქვი, ეხა. გაიგე, არა უშავს, ხო, რამდენ ეხა წლებიდან გამომდინარე, ჩემ მეთოდებს ვიყენებ, რომ რაღაცნაირად გაუადვილო ეს ყველაფერი. ისედაც უკვე სტრესშია ადამიანი, ეხა მე თუ კიდე დავსტრესე. წარმოედგინე შენ რა, ხო და არ ზოგიერთ სასულიერობები უფრო სტრესებს, კიდევ მეორებ რა. გაიგე? ასე რომ აი ეს ყველაფერი გასაანალიზებული. სადღაც ადრე კომუნისტების პერიოდში იყო ესეთი მომენტი, რომ აი კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. ეს სხვათაშორის ძალიან კარგი იდეა არის. წარმოედგინე შენ. ადრე იყო აი 90-იან წლებში პირადად თქვათ, აი იწვევდა ხოლმე გამოცდილ მოძღვრებს, გამორჩეულ მოძღვრებს და თვითონ მგლები ეკითხებოდნენ რა თავიანთი ასე თქვა პრობლემიდან გამომდინარე და ისმენდნენ მათ რჩევა დარიგებებს. ასე რომ ეს ყველა სფეროშია და მე ვფიქრობ, აქაც კარგი იქნება რომ გაკეთდეს. აქ მამო ვინი კადრებს, ეხლა რომ სხვა მოიყვანოს ეხლა და უსიო. აი ჩვენი ამ პარტავნება კი ვინი კადრებს, მაგრამ მთელი ცხოვრება უნდა იზრდებოდე. მთელი ცხოვრება. წარმოიდგინე ეს ჩვენი მიწიერი ცხოვრება სუსწავლო. აბა. აუცილებლად. აი ამიტომ უნდა დავინდაბლოთ თავი რომ ავმაყდეთ. ვინც დაინდაბლოს თავი. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა რომ ხართ მამა დავით ციცქიშვილი გახდათ ჩვენი სტუმარი. სხვათაშორის მამა თქვენ ტაძარს სულ მეკითხებიან, წმინდა გიორგის ტაძარი არის სოლოლაკში. კლისუმანი აი რომ დადგეთ ჯვრის მამას რო აცდებით. ჯვრის მამას, აი მე ესე უხსნი ხოლმე უფრო რომ აი სინაგოგა ლესელიძეზე რო დადგეს სინაგოგასთან, აი ზემოთ რო აიხედო ფერდობზე დგას პატარა ტაძარი, მწვანე სოკოსავით გუმბათია დგას. აი ეს ორიენტიერი მარცხნივარი უკვე ნარიყალას ტაძარი ხო და ასე. და რა დღეებში ხართ მამა რო თქვა და უბრალოდ დავამთავრეთ შეიძლება. 4 შაბათს 5-დან სულ ვარ ხოლმე რა. 4 შაბათს შაბათ-კვირასაც ვარ და. კი და შაბათ-კვირასაც ვარ. სხვა დღეებიცაც ხანდახან რა თქმა უნდა უბრალოდ ყოველთვის არა. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება და უღრმესი მადლობა რომ ხართ მამაო. კიდევ ვისარგებლებ მამაო, შემთხვევით 1-2-3 ჯერ აუცილებლად დაგირეკავ და გთხოვთ რომ მობძანდეთ, სანამ დაისვენებთ აგვისტომდე და აუცილებლად კიდე შემოგთავაზებ აი ამ რაღაცა გადაცემათა რაღაცა სერიები არის მამაოსი ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს და მადლობა ამისათვის რომ ხართ მამა დავით ციცქიშვილი გახდათ. მე დაგიბრუნდებით ზარების შემო ამის შემდგომ გადაცემაში აუცილებლად აი 10 წუთში არ გადართოთ და აუცილებლად ზარებს მივიღებთ დროებით.